გამარჯობა მეგობრებო. ისევ ბუნებაში ვართ, მორიგი ტესტის ვიდეო მინდა რომ ჩავწეროთ. ამდენად დასაკეცი დანები წამოვიღეთ. 3 სხვადასხვა ხასიათის დანა რა. სამივე ძალიან პოპულარული დანებია და ამიტომ ავარჩიეთ ეს მოდელები. CV-ზე მოთხოვნა იყო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო, რომ CV გვინდოდა ჩაგვესვა. არ არის ეს შედარებით და ეს ვიდეო არ ვაჯიბრებთ ამ დანებს ერთმანეთს. შეჯიბრს მაშინ ექნებოდა აზრი, რომ იყოს რაღაცა ერთი სტილის, ერთი ხასიათის, ერთი საქმისთვის შექმნილი დანები, ესე ვთქვათ. სამივე სხვადასხვა ხასიათისაა და უბრალოდ მინდა ვისაუბრო ამ დანების უპირატესობებზე და მინუსებზე. რა პლუს მინუსები აქვს ამ კონკრეტულ მოდელებს რა. თავდაპირველად ვაპირებდით Formax-ისა და CV ელემენტუმი გვაქვს წამოღებული, მოდი პირველ რიგში დანებს გაგაცნობ. CV ელემენტუმი D2 ფოლადი, თეთრი ჯიათი სტრუქტურირებული ტარით. Cold Steel-ის Formax Scout-ი, AU10 Apollo-ზე, როგორც ვიცით, არსებობს მისი უფრო ძვირიანი ვერსიაც, რომელიც 35-ზე გამოდის. თუ L-Max იგიო. ეს 35-ზე ხო? თუმცა AU10 საკმაოდ კარგი ფოლადია და პოკეტ ბუშმანი ჩავთეთ კიდევ ამ საქმეში რა. ეს კიდევ მათ შორის რაღაცა თავისი მონაცემებით უფრო რაღაცა საშუალო ხაზია, პირის ზომაც დიდი აქვს, საერთო ჯამში დანის ზომითაც და მონაცემებითაც დაშვებით ყველაფრით ამათგან განსხვავდება. სამივე განსხვავებული დანაა. აქვს სამივეს თავისი პლუს მინუსები და ამაზე ნელა-ნელა ვისაუბრებთ და მივალთ რა თქმა უნდა რა. Formax-ი არის უფრო ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ძიმე სამუშაოებზე გათვლილი დანა. აქვს ტრაიდლოკი ჩამკეტის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია საერთო დასაკეცი დანების ისტორიაში. დღესდღეობით რაც შექმნილია, ყველაზე ძლიერი ჩამკეტია, ფოლადი საკმაოდ განიერი, სქელიც არის 4.5 მმ დაახლოებით და უფრო გათვლილია ძიმე დატვირთვებზე. ეს CV ელემენტუმი კი ისეთი ყოველდღიური ჯიბის დანა, რომელთაც ისეთ პატარა სამუშაოებს ძალიან დარწმუნებული ვარ, კარგად და ხარისხიანად გააკეთებს. ბუშმანი კი სადღაც ამათ შორისაა რა, თან დიდი ზომისაა, თანაც პრაქტიკული. რამდენად პრაქტიკულია ეს გამოჩნდება ჩემი შეხედულება რო გითხრათ, რა ვიცი, ამდენი დიდად ლაშქრობებში და საველე პირობებში არ მივლია, მაგრამ აი ცარიელის ხელში რო გიჭირავს, უკვე ისეთი ეს გადაღუნული ეს რკინა ცოტა ხელს ტკენს და ფოლადის ისეთი 51-16-ია რა, გერმანული ფოლადია, საშუალო კლასის გამძლეობით, დიდად არ გამოიშოვა. მისი პლუსია, რომ ნაკლებად ჟანგვადია რა, მაგრამ როგორც ასეთი რომ რაღაც იმუშაოს საათობით და მძიმე ტესტებზე ფიქრობ გაუჭირდება. პლუსი კიდევ ამდანის არის ჩამკეტის სისტემა, რომელიც Andrew Demko-მ შექმნა რა, ეს RAM-ლოკი. საკმაოდ ძლიერი ჩამკეტია, მაგრამ ცოტა ის უნდა რა ჭიდაობა და თუ დანასთან ხშირი შეხება არ გაქვს და კონკრეტულად ამ მოდელთან დიდი შანსია, რომ რაღაცა ხელი გაიჭრა და სათამაშოდ არ გამოდგება მოკლედ ეს დანა რა. ორი ხელით უნდა გახსნა, დაკეცო და ავიცი აქვს მაგასაც ალბათ თავის მუყამი რო ეს რაღაც ჩართული ხარ დანის გახსნა დაკეცვაში, მაგრამ ვფიქრობ CV-ს აი ეს ალი ხელი თამაში უფრო მოსაწონია რა. კარგი, ეხლა ვნახოთ მოდი კონკრეტულად ჭრაზე პროდუქტების ჭრით დავიწყოთ ტრადიციულად და შემდეგ დავამძიმოთ, გადავიდეთ უკვე ჩვენს გვერდით უფრო მყარმაგიდაზე და რაღაცა ცოტა უფრო მძიმე ტესტებიც ჩაუტაროთ ამ დანას რა. კარგი, მოდი დავიწყოთ სტაფილოს ჭრით. მოდი CV-ით იყოს Formax-ი, რადგან Formax-ი მიდის პირველი, Formax-ით დავჭრით. შენიერი ამ სისქედანისთვის საკმაოდ ნორმალური ჭრა ვფიქრობ. გადავიდეთ Pocket Bushman-ზე. დიდ სხვაობას მათ შორის რო გითხრათ ჭრის ხარისხი მე ვერ ვატყობ. თუ ვიდეოთი თქვენ რაიმე შეატყობთ, არ ვიცი, პირველ რიგში ალბათ ხელში უნდა შეეწყო. აი სხვაობა. შეწეული ლინზა მაინც კარგად მუშაობს რა. ესენი ცოტა ხეთქავს ჩადის ძალის მიერად თვითონ დანასაც წონა, რადგან აქვს ადვილად ჩადის რა. ამას წონა არ აქვს და ცოტა გიწევს რომ ხელი მიაყოლო, მაგრამ არ ხეთქავს და აი რაღაც slicing-ს რასაც ეძახიან, აი ისე ძალიან ფაქიზად ჭრის, ესე ვთქვათ რა. სტაფილოზე კარგად ჩანს ეს. ვფიქრობ სხვა პროდუქტებზე სამივე ერთნაირად იმუშავოს, ნახოთ. ჩემი აზრი ალბათ ნახოთ კონკრეტულად. არ არის ეხლა ეს Formax-ი რა თქმა უნდა პამიდურის საჭირელად შექმნილი დანა, მაგრამ თუ დაგჭირდება მშვენივრად გაართმევს ამ საქმეს თავს. აბა Bushman-ზე ვნახოთ. მათ შორის პრინციპში სხვაობას მე ვერ ხედავ. და CV-ს გამართლა ცოტა პატარა პამიდორი შეხვდა და პირი გაწვდება. მოკლე პირის მინუსი ეგ არის, როგორც ვიცით, რომ როცა პროდუქტზე ბოლომდე ვერ წდება, კარგია, ძალიან სასიამოვნო ჭრის ეს დანაც. და გადავიდეთ ზეხვზე.
აუ. ზეხზე მაგრად გაუჭირდა ფორმაქს. ეში გამიშვიო დანა ამბობს. თუმცა ნუ რა თქმა უნდა დაჭირო როცა სხვადან არ გექნება, მაგრამ არა მაგისტრის, აქ ბუშმანი ცოტა უკეთესია. კი. კი. აი დაშვებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აბა CV ვნახოთ. შენიერი. აი. ხელი და შეწეული ლინზა ძალიან კარგია. კი. კი, CV-მ ამ შემთხვევაში გამოაჩინა თავისი ძალა. ესე ვთქვათ, მოდი პურიც გავჭრათ. კარგია. პურთან აშკარად მეგობრობს ფორმაქსი. საინტერესოა მძიმე ტესტებზე რა. საერთოდ მოდი ბარემ დავჭრათ და მე გეტყვით შემას რა. აი იმ სამზარეულოს პროდუქტებზე როცა ვჭრით ხოლმე რაღაცეებს პროდუქტებს როცა ვჭრით ხოლმე ამ დანებით ცოტა უინტერესოა ჩემი აზრით რა. ერთადერთი ამით ვაჩვენებთ იმას, რომ დაგჭირდეს აველე პირობებში, რომ რაღაც კერძის გამზადება და საჭიროა ნახე რა პატარა პირი აქვს. აქ უკვე აქ მოგვიწევს პურის ტრიალი. ეს არის რა მოკლე პირის მინუსი ეგ არის რა. მაგრამ პლუსი ის არის, რომ ჯიბეში მარტივად ვიდევთ სუბუქი, ანუ წვალებით დავჭრით რა, მოკლედ აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს. როგორც ფორმაქს გაუჭირდა თქვა ზეხვის რა, მაგრამ შეგვიძლია დავჭრათ იგივე CV-ვით პურის რა, არ არის პურის რაზე გათვლილი ეს დანა და თუმცა გაჭირვებით შევძლებთ რა. კარგი, ეს ხო რაც შეეხებოდა პროდუქტებს. ეხლა უფრო საინტერესო იქნება, ვფიქრობ შემდეგი დავალებები, რასაც მივცევთ ამ დანებს. ეხლა კაცს გავაჩერებთ, აკავრობას მივალაგებთ და შემდეგ ვესტებით ისე უწყვეტ კადრად გავაგრძელოთ დანარჩენი საქმიანობა. გადმოვინაცვლეთ მეგობრებო ჩვენს გუნდზე და დავიწყოთ, მოდი ცოტა ეხლა შედარებით სახალისო და ცოტა უფრო მძიმე საქმეები, ესე ვთქვათ რა. დავიწყოთ მოდი თოკისჭრით. საშუალო სისქის. ფორმაქს გაუტია საქმეში, როგორც ვიცით. აუს 10-ია ფოლადით. კარგი ფოლადია, სხვა შორის ბევრი ქოსტილის ანა მქონია. აუს 8 ფოლადზეც, აუს 10-ს და მშვენივრად მუშაობს რა. მოდი ჯერ ერთი დანით გავაკეთებ ყველაფერს, შემდეგ მეორეთი, შემდეგ მესამეთი, თორე რაღაცა ის არ გამომივიდეს აქ არეულობა. ეხლა მსხვილ თოკზე გადავიდეთ. ანუ საკმაოდ კარგად ჭრის. ასეც უყურებ. ამ სისხლე დანისთვის. ვფიქრობ საკმაოდ კარგი ჭრა აქვს. აი ეს ჯიმპინგი კი თითს მდგენს, მაგრამ არც ისე აუტანლო თუ დაგჭირდეს ამის გადაჭრა, ეხლა ამაზე არ მგონია. დიდი პრობლემა შეგექმნას. შემდეგი გადავიდეთ მოდი რეზინის მილზე. შვენიერი. კარგია. ეხლა მსხვილი მილი, რომელზეც ცოტა უჭირთ ხოლმე სხვა დანებს. ნორმა. უნდა ცოტა ძალის ხო, მაგრამ ცუდი არა. ისე. მოდი მე ღვედიც გავჭრათ. ჯერ ერთი ფენა. შემდეგ ორი ფენა ვსადოთ, მოდი. ორი კი არა, ხო, ორი. ცოტა. ძალის ხო დამჭირდა, მაგრამ ცუდი არ არის. კაბელიც გავჭრათ. კარგია. რბილია ცოტა ეს კაბელი გიო, მე მგონი ცოტა უფრო უხეში უნდა ავარჩიოთ. მე მგონი ეს არ გაუჭირდება სხვა დანებს, ეს მახსოვს ფიქსედების ვიდეოშიც ისეთ კაპაცკუბით გაჭრეს, მე რომ მეგონა რომ გაუჭირდებოდა ჭრა, საკმაოდ კარგად წავიდა. მოდი კარდონით ჩავჭრათ. ნორმალურია. სხვები ჯერ არ დამიჭრია და ამიტომ შედარებას ვერ ვაკეთებ. მაგრამ კონკრეტულისთვის ისეთია რა, რაღაცა პატარ-პატარა შეფერხებები გვაქვს, როგორც ხედავთ, მაგრამ რაღაცა განგაშო მე მგონი არაფერი და ხეც გავთავოთ. დიდაც არ მოწონს ხეზე რაღა დაგიმალოთ. ნორმალურია. მოდი ცოტა ჩაგაკუნება და ცოტა უხეში საქმეც
გავაკეთებიოთ ამ დანის პლუსი, როგორც ვისაუბრეთ, არის ის, რომ არის მძიმე, არის ამტანი, შეგვიძლია რაღაცა ცოტა ესე ჩავტყათ და ესე ჩავარტყათ და ესე ჩათლებიც გავაკეთოთ. ამდანაც ეს არ გაუჭირდება არც ხელთათმა სხვა ფარახმერი, იმიტომ რომ ვიცი რა ტრაიდლოკია ძალიან ძლიერი ჩამკეტი სისტემაა და ამას გაუძლებს. მოდი ცოტა ჩავაბატონინგოთ, მაგრამ შენიერი შევთვალოთ კიდევ. აი თლად ცოტა ხეში ჩასვლა უჭირს, იცი? საერთო ჯამში დასაკეცი დანისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. აი ეს რო შეგიძლია რომ დანას გაუკეთო და არ გეშინია რამე დაემართება, უკვე ძალიან კარგია. ნუ ჭრის ხარისხით. რა ვიცი, ალბათ 10-დან 7 რა. ცოტა ნაკლები შეიძლება, მაგრამ პირი არ დაზიანებულა, მე მგონი რასაც უყურებ, გაჩვენებთ ხავე კადრში ახლოდან. შეძლებს დაგვარად რომ გამოჩნდეს. სამით. აი პატარ-პატარა ჩანეჭდები ეთყობა აქა-იქა, მაგრამ საგანგაშოდ არაფერი. აი აქ ხედავ ჩანეჭდებს. დანარჩენი ფიქრობ ნო. კარგი, ეს რაც შეეხებოდა ჩვენ Formax Scout, საკმაოდ კარგია. ამ დანის თავი პლუსი ის არის, რომ აი პირდაპირ თქვათ მოტროკია და ძლიერია რა. დანარჩენი ხა აი აგურივითაა ხელში და დიდი და მძიმეა, მაგრამ იმდენი პლუსი აქვს, რომ შეგვიძლია რაღაცებზე თვალი დავხუჭოთ. კარგი, ეს ჩვენი Formax. მოდი ავიღოთ CVV, ნახე ხელში. რამდენად კომპაქტურია სულ სხვა. რაღაცა დათვი და შლის ნუკრირაშია და რა ეგეთი აბავი. მოდი ამას გავწევ კადრიდან, რომ არ მოგვეფაროს. და დავიწყოთ CVV-ით რა. ნუ ეხლა ვხვდებით უკვე რომ იმასთან რა საქმეც გააკეთა ძალიან ჩარტმები და რაღაცეების არც დავავალებ ამ დანას რა. უბრალოდ მოდი დავჭრათ ჩვენ რაღაცეები და ვნახოთ კონკრეტულად ჭრის ხარისხი რა. ცოტა თუ გინდა ზედმეტადაც დავტვირთოთ, არა ეგეც დიდი პრობლემა, მაგრამ საერთოდ რავი დანას რომ მყიდულობ, რომ გაქვს უკვე უნდა ხვდებოდი ადამიანი რა შეუძლია და რა უნდა მოთხოვო და რა არა რა. თოკისჭა, საკმაოდ ნორმალურად დავიწყეთ. გადავიდეთ უფრო მსხვილ თოკზე. მე მგონი ეს ცოტა უკეთ ჩადის ამან ცოტათი. ამას დიდი სამუშაო პირი ქონდეს და ესეთივე დაშვება ძალიან კარგი იქნებოდა. თოკზე ნორმალურია, ღვედი ავიღოთ. ჯერ ერთი ჩაჭრა გავაკეთოთ ტრადიციულად. ნახტაბ ერთი კარგია, პატარა ზალისხმევითაც მარტივად გავჭერთ. აბა ორმაგზე ნახე. ცოტა დარჩა გასაჭრელი, მაგრამ შეგვიძლია რომ დანა გავაყოლოთ და გავაჭრევინოთ, მაგრამ თავისით ნახეთ თითქმის დანის პირის ხელაა ეს ღვედი და არც არის გასაკვირი ესეთი შედეგი რომ მოგცა. უკვე მავთული გადავჭრათ. კარგია. საკმაოდ კარგია. და გადავიდეთ მილებზე. კარგია. აბა მსხვილ მილზე რა იქნება საინტერესოა. კარგად ჭირს. ნამდვილად კარგად ჭირს. მოდი ხეს გავთავოთ. მგონი ხედავთ რომ ხეზე CV ცოტა უკეთესია. ცოტა. კი, ნამდვილად ხეზე აჯობა. შემდეგ ცოტა ბატონიგი ამას გავუკეთოთ. მე მგონი ზედმეტი იქნება. შოუკაკუნა გიოს უნდა რომ გავამასხაროთ CV-ის დანა არ გამოვა. ვიცი ხა.
ამის კაკუს მე მგონი აზრი არ აქვს დროის კარგვა ჯობია რაღაცა ისე ჩათალო უფრო მეტ შედეგს მიიღებ რა იმიტომ რომ დანასწონა არ აქვს ფაქტიურად ხო კარდონიც გავჭრათ მოდი ბარემ რადგან დავიწყეთ კარდონების ჭრაც შვენი ცოტა დაბოლება შევხვდა კარგია. მეტი ამით რა შეიძლება რომ დავტვირთოთ კიო. მე მგონი საკმარისია. შევხედოთ ახლა პირის დაზიანებას, თვალით რასაც უყურებ, ბევრი არაფერი. აბა. კადრშიც ვნახოთ. მშვენიერია. ეხლა ნახეთ რაშია საქმე მეგობრებო. რატომ არის მშვენიერი ეს? იმიტომ რომ ფოლადი და ზერმოდამუშავება სივი საკმაოდ კარგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე მგონი მეათე დააღნიშნე, შეწეული ლინზა და თხელი დაშვებაა, მაინც არ დაზიანებულა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ გამიკეთებია ის ტესტი, რასაც ეს დანა ვერ გაუძლებდა რა. პრინციპში იყო რაღაც იმის საფრთხე, რომ დაბლაგებულიყო და პირით დაზიანებულიყო მეტნაკლებად, მაგრამ აი ნახეთ რას გულისხმობ, რადგან თხელია პირი აი ხეში რომ ღრმად ჩავჭრათ, აი ესეთ გვერდითა დატვირთვებზე რომ ეს დანა ვამუშაოთ, დარწმუნებული ვარ, რომ აქ დეფორმაციას მიიღებს და შეიძლება კიდე სამოგვიტყდეს და უფრო ისეთ ზიანს მივაყენებთ, რაც უკვე დანას ფაქტიურად წყობრიდან გამოიყვანს. ამიტომ ესეთ საქმეზე ეს დანა არ არის გათვლილი და არც უნდა დავტვირთოთ რა. ეს არის EDIS-ი. ყოველდღიური გამოსაყენებელი დანა, რომელთაც შეგვიძლია დავჭრათ იგივე პროდუქტი და იგივე მსგავსი ნივთები და ეხლა შეიძლება კარდონების და ღვედების ჭრა ყოველდღიურად არ მოგვიწევს, მაგრამ ეს არის უბრალოდ საჩვენებელი მსგავსი ნივთების ჭრა შეიძლება დაგჭირდეთ ყოველდღიურ პრაქტიკაში, იგივე ბუნებაში, იგივე შეიძლება სახლში ეზოში და ესეთ საქმეებს ეს დანა გააკეთებს მშვენივრად რა. მაგრამ რაც არ შეუძლია ეხა იგივე ეს გვერდითა დატვირთვები და რაღაცა ჩარტყმა და წვეტის გატესტვა ამ დანას არ ჭირდება, ნემსივით აქვს, ძალიან თხელი წვერი აქვს და ვფიქრობ ზედმეტი იქნება. ეგ სამუშაო შეგვიძლია ამ დანით გავაკეთოთ, რომელიც მიმეორებ რომ ძალიან მძიმე და დიდია, მაგრამ არის შექმნილი მაგ საქმისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დასაკეთე შეგვიძლია მოვთხოვოთ. ახლა ვნახოთ ბუშმანი რას იზავს კონკრეტულად აი დავალებებზე, რაც წინა დანებმა გაიარეს ასე თუ ისე. ტარი არ მიყვარს ამ დანის რაღა დაგიმალოთ. საინტერესო დანაა, ლამაზი დანაა, პირის ზომა კარგი აქვს, ფოლადი ნორმალური, არაა პრემიალური. ცოტა რაღაცა თოქს ვერ ჭრის, ძენძავს. მათთან შედარებით ცოტა დაძენძა თოქი. კარგი. ახლა მსხვილი თოქი ნახოთ უფრო. ზალის ხმევით ვახერხებთ მის თოკების სკელი თოკის გადაჭრას, მაგრამ ცოტა შემაწუხებელია უკვე რა. მოდი მილი გადავჭრათ, გავაგრძელოთ. რომ მსხვილი მილი ავიღოთ, ცოტა არასასიამოვნოა მუშაობა რაღა დაგიმალოთ ამ დაით. პირი როგორც ასეთი დაზიანებული არ არის, მეგობრებო, ნახეთ. სადაც კადრი. დაზიანება, ჩანეჭდევები დიდად არ ეტყობა, მაგრამ ჭრის ხარისხი ვერ აქვს ისეთი რა, ვთქვათ, სავარაუდოდ ცოტა მიბლაგვებულიც არის. ყოველ შემთხვევაში ხელი ძალიან მატკინა და მიჭრჭრა რა უსმევდა ძნელად ჩადის აშკარად სხვა დანებთან შედარებით. აი ორ წინამორბედთან შედარებით. მოდი კარდონის გავჭრათ ბარემ. კარდონზე კარდონზეც მეტნაკლებად მუშაობს. ცუდი არაა, მაგრამ არაფერი გადასარევი. კარგი, მოდი ხეზე ვსადოთ ახლა. ხეზე ვნახოთ რა სიზავს. აუ. არა, არ მსიამოვნებს ამ დანით რაღაცა მსგავსი ცოტა მძიმე სამუშაოს კეთება რა. ალბათ ესე დავიკავო ჯობს. ესე კიდე არ არის მოსახერხებელი. კარგი, არ მინდა.
ორჩი ამდანის ტესტი, ამდანების ტესტი, მეგობრებო, მოდი შევაჯამოთ აქვე რა. შეგვიძლია ამდანის რაღაცების გაკეთება, მაგრამ ნახე ხელი რა დღეში მაქვს. არ არის, ნახე. ჯაქსები გამიკეთა. კიო, არ მომწონს როგორც თავიდანვე ეთყობოდა დანას, არა აქვს ეს დანა არა შექმნილი პრაქტიკული დანიშნულებით, არა იმისთვის, რომ მსგავსი სამუშაოები ვაკეთოთ. ეს დანა ვფიქრობ გააკეთეს, იმიტომ რომ აი ეს ვიზუალური ეფექტი აქვს. ლამაზია, სადა, ერთფეროვანი დანაა, ეს განსხვავებული ჩამკეტი და დემკოს ჩამკეტი და ხე რაღაც როგორი ძლიერია, თუმცა აქაც შეიძლება თავისუფლად თითები მოიყოლოს ცოტა გამოუსდელმა, ხელში სათამაშო და არ ვარგა, მაგრამ ძიმეთ რო იხსნება, აი ძალისხმევა რო ჭირდება და წკაპ ბოლოს ეს ხმა გაძლევს იმ განსას, რომ გინდა ეს დანა გქონდეს. ნუ ბიუჯეტურია ეს დანა დაახლოებით 130 ლარი ღირს და ამ ფასად ცუდი არა, ბევრი ამ ხარისხის დანას 130 ლარად ვერ იყიდი, მაგრამ შეიძლება ცოტა უკეთესი ყიდვას. მოკლედ, თუ პრაქტიკული დანიშნულებით გინდათ, ამდანის ყიდვას არ გირჩევთ. რაც შეეხება ამორდანა CV-ს და Formax Scouts, რა მოლოდინის თავიდან მქონდა პრინციპში ის შედეგი დაიდო. დაჟე ცოტა უკეთესად, ცოტა კომფორტულია სკაუტით ჭრა და როგორც უნახეთ ეს ცოტა ჩარტყმები და რაღაცეები საკეცი დაინტრო შეგიძლია გააკეთო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვიმეორებ აგურივითაა, ძალიან მძიმეა, დიდია, ტლანქია. აი რა ვიცი, მექანიზმი სხვათა შორის რთული და ისეთი ცუდი გასახსნელი და დასაკეცი არაა, მძიმე არაა და ჭიდაობა არ გიწევს, საკმაოდ რბილია, მაგრამ სათამაშო ხელში ნამდვილად არ არის და რავი ჯიბეშიც ეს რომ მთელი დღე ატარო, ალბათ რავი შეიძლება ჯინსის დახიო და დააზიანო. ნუ ესე EDIS-ის ვარიანტში CV-ვი ვიცოდით რომ კარგი იყო, ამდანის პლუს მინუსზე რაც შეიძლება პლუსი ისაც რომ დაშვება კარგი აქვს, კარგი ჭრის ხარისხი აქვს, სხვათა შორის იმაზე მეტს გაუძლო პირმა ვიდრე ველოდი, მაგრამ არ მიგვიყენებია ისეთი დატვირთვა, რასაც ვერ გაუძლებდა რა პრინციპში და რისთვისაც შექმნილია იმ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. არის თხელი, მსუბუქი, კომპაქტური და ესეც კარგი EDIS-ია, ესეც არაა ძვირი 200 ლარამდე ღირს და ამ ფასში ესეთი ხარისხის დანა საკმაოდ კარგია. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. დროებით და გამშვიდობებით, იმედია მოგწონთ ჩვენი ტესტები, რასაც ვაკეთებთ, თუ მოგწონთ. დაგვილაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი შეგახსენებთ და რა ვიცი, დანარჩენი მსგავსი ვიდეოები და ცოტა უფრო სახალისოები ჩვენზე იყოს. ახლა კი დროებით და გამშვიდობებით.